მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენი საუბრების სერიას 10 წუთი გიორგი თავაძესთან და ჩვენი დღევანდელი საკითხი არის, მე ვფიქრობ, საინტერესო, ხოლმე გავაზიარებ და სლაიდიც გამოჩნდება. ეს არის შემდეგი შეკითხვა: უნდა იყოს თუ არა უნივერსიტეტი პოლიტიკური? ანუ პოლიტიკური განზომილების გავლენის ქვეშ, ესე ვთქვათ. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ესეთ საკითხზე. წინა წელს, მე მგონი მაისში იყო ესა, გავრცელდა უნივერსიტეტების განცხადება, რომელმაც გარკვეული ნებათაღელობა გამოიწვია ჩვენ საზოგადოებაში. ამ განცხადებაში იყო ორი ისეთი წინადადება, რომელიც ჩემი აზრით საინტერესოა. აი ეს ორი ციტატა აქ მოყვანილი მყავს. ერთ-ერთი სანახმად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. და მეორე ფრაზა ესეთია: თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტ წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. ესე იგი, რაღაცა ისეთი განცდა იკვეთება ამ წინადადებებიდან, რომ პოლიტიკა ეს არის რაღაცნაირად თითქოს ცუდი, ანუ პოლიტიკის თითქოს შიშია, ხო, ანუ პოლიტიკის მიმართ. ამიტომ პრინციპში პოლიტიკური ფილოსოფიის და არამხოლოდ პოლიტიკური ფილოსოფიის პერსპექტივიდან საჭიროა ჩვენს შევეხოთ იმას, თუ რას ნიშნავს ეს პოლიტიკა. ჩვენთან და ამის შემდეგ განვიხილოთ უნივერსიტეტი რამდენად შეიძლება იყოს პოლიტიკური, რომ ამის გარეშე ცოტათი გაუგებრობა წარმოიშვება. ჩვენთან ხშირად გავიგებთ ესეთ რამეს, ხო? ნურევთ, დავხოთ ამბობენ სპორტს პოლიტიკაში, ნურევთ კულტურას პოლიტიკაში და ასე შემდეგ, ხელოვნებას პოლიტიკაში. მაგრამ მე ვფიქრობ ისტორიას თუ შევხედავთ, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის ისტორიას, ხო, თუნდაც საქართველოში, ხელოვნებაზე რო დავიწყოთ, თუნდაც, ხო, ხელოვნება ყოველთვის იყო პოლიტიკური. საბჭოთა კავშირმა, როდესაც მან ესე უკვე ძალაუფლების გამყარება ასაცირების დაიწყო სტალინმა, ეს ხელოვნებას დაატყდა თავს. გახსოვთ, ხო, სოციალისტური რეალიზმი, ანუ წერილებს უნდა აესახათ დაუშვათ ტრაქტორისტ ვალოდიას, როგორ უყვარდა მეჩაი ეს ზინდა და როგორი ბედნიერები არიან ისინი და კოლექტივიზაცია როგორ მიდის. ანუ ხელოვნება იყო პოლიტიკური მაშინაც, მანამდეც და შემდეგაც. ხელოვნება იყო პოლიტიკური მაშინაც, ჩვენ დღეს არ ვქვამთ ამას ხელოვნების ნიმუშად, მაგრამ როცა ფარაონები პირამიდას აგებდნენ და ამით თავიანთ ეგრეთ წოდებულ მესიჯს, ანუ გზავნილს აგზავნიდნენ თუ რა ძლევამოსილები არიან ისინი. ანუ პოლიტიკა არის ყველგან. აი აქ ორი ტერმინი მიწერია, პოლიტიკა და პარტიული პოლიტიკა. ფართო აზრით, ჩემი აზრით, პოლიტიკა არის ყველგან. თუკი ჩვენ გვინდა რომ ჩვენს წინ, ანუ კორპუსის წინ, სახლის წინ გზა დაიგოს და ამისთვის მეზობლები ვაქტიურობთ, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, ან გვინდა რომ ბორცვაკები დაიგოს, რომ ამ გზაზე მანქანებმა არ იმოძრავონ ისი ჩქარა, ეს პოლიტიკაა. ამაში არაფერი, ასე ვთქვათ, ცუდი და რაღაც ისეთი არ არის. სხვა საქმეა პარტიული პოლიტიკა, რომელიც არის უფრო ვიწრო და ეხება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლას. როდესაც ახლა ჩვენ გვინდა რომ საბავშვო ბაღი გარემონტდეს, ან რომ დავუშვათ ბავშვებს მთელ საქართველოში უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ, ან დავუშვათ კვება ჰქონდეთ სკოლებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არის ფართო გაგებით პოლიტიკა. შეიძლება მოდიოდეს შეხებაში პარტიულ პოლიტიკასთან, შეიძლება არა. ამით იმის თქმა მინდა მოკლედ ვთქვათ, რომ ფართო გაგებით პოლიტიკა ზოგადად მოიცავს საჯარო ცხოვრების რაღაც ასპექტებს. და ჩემი აზრით არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამა თუ იმ კუთხით აი ამ ფართო გაგებით პოლიტიკასთან შეხება არ აქვს. ჩვენ ხო გვაქვს აზრები რაღაცეებზე, როცა გამოვთქვათ მეგობრებთან, უნდა აშენდეს თუ არა კაშხალი, როგორ უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში დაუშვათ რელიგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს არის პოლიტიკური მსჯელობები. იმიტომ რომ ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ჩვენი საჯარო სივრცე. სიტყვა პოლიტიკა ხო მოდის ბერძნული სიტყვიდან პოლისი, და პოლისი კიდე სხვა არაფერს არ ნიშნავს, თუ არა ქალაქ სახელმწიფოს, ანუ ეს იყო ის სივრცე, სადაც ძველი ბერძნები ცხოვრობდნენ და აქედან წამოვიდა ეს სიტყვა. ამიტომ პოლიტიკაში ცუდი ისეთი არაფერი არ არის სიტყვაში, რომ ადამიანი საჯარო რაღაცებით იყოს დაინტერესებული. ეხლა იგივე სპორტიც რო ახსენოთ. სპორტიც რომ პოლიტიკური იყო, ამაზე მეტყოლებს ის ფაქტი, რომ თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს თბილისის დინამოსთან ქართველი კლუბების მოგებას როგორი აქტუანებით ხდებოდა ქართველი გულშემატკივარი. იმიტომ რომ მაშინ პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ ჰქონდა და ამის კომპენსირებას ახდენდა სწორედ ეს გამარჯვებები, ხო და ამიტომაც აღიქმებოდა ეს საკმაოდ ესე პოლიტიკურად და ვფიქრობ სწორიც იყო. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნივერსიტეტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს, იკვეთება ესეთი რაღაც პარადოქსული ვითარება წარმოიშვება, ხო? მაგალითად, თუ კი ვასწავლით პოლიტიკურ ფილოსოფიას, ან თუ კი ვასწავლით სოციოლოგიას, ან თუ კი ვასწავლით ისტორიას, მე ბოტანიკაზე არ მოგსაუბარი. როგორ შეიძლება რომ არ შევეხოთ თუნდაც თანამედროვე პოლიტიკურ
მოვლენებს არ შევაფასოთ და არ გამოვხატოთ. ანუ შეუძლებელია რომ ესე იგი პოლიტიკური პროცესები დარჩეს უნივერსიტეტის მიღმა. პოლიტიკის მეცნიერებას თუ ვასწავლით, ანუ არის მთელი რიგი დარგები, საერთოდ აბსოლუტურად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ლექტორმა არის საუბროს პოლიტიკაზე და სტუდენტებმა ამაზე არ იმსჯელონ, იმისათვის რომ თავიანთი მსჯელო, ანუ რაღაც კრიტიკული აზროვნება განუვითარდეს. შესაბამისად, აი ესეთი უცნაური დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ თვითონ არის პოლიტიკური, ესე ვთქვათ, გზავნილი, ხო? ანუ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს სურთ, რომ უნივერსიტეტი შეიძლება აპოლიტიკური ან პოლიტიკურად სტერილური გახდეს. მაგრამ ესეც რომ პოლიტიკური სურვილია, ოღონდ ზემოდან, ესე ვთქვათ, ანუ ზემოდან შეიძლება იყოს სურვილი, რომ უნივერსიტეტი არ იყოს პოლიტიკური ქვემოდან, ხო? ანუ ესეთ დონეზე. ამიტომაც ამით იმის ჩვენება მითქვა, რომ პოლიტიკას ვერავინ გვერდს ვერ აუვლის, რაც არ უნდა დაუშვათ განცხადებები გაკეთდეს ამის შესახებ. აქვე მაქვს ორი ფრაზა, ხო? ავტორიტარიზმი და დემოკრატია. თუ კი ჩვენ როგორც საზოგადოება ვაშენებთ ავტორიტარულ საზოგადოებას, ესეთი მაგალითად არის ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, მაშინ რა თქმა უნდა პოლიტიკაზე მსჯელობა არ არის სასურველი, თუნდაც ჩინეთში რო აგვიქვთ, ხო? იქ ვერ იმსჯელებ და იქ სხვანაირი გამოხატვის თავისუფლებასაც სხვაგვარად უყურებენ. მაგრამ თუ კი ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, მაშინ უნივერსიტეტი უნდა იყოს კიდეც პოლიტიკური, აუცილებლად უნდა იყოს. ამით გადავდივარ მერაბ მამარდაშვილზე, ქართულ ფილოსოფოსზე, მე-20 საუკუნის ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართულ ფილოსოფოსზე, საზოგადოებრივ ყოველ შემთხვევაში ყველაზე ცნობილი მამარდაშვილი და მას აქვს ესეთი ცნება აგორა. აგორა მოგეხსენება ძველ ათენში იყო მოედანი, სადაც იკრიბებოდნენ, იყო ასევე პნიქსიც, მაგრამ აგორაზე ხდებოდა შეკრებები თავიდან და იქ ათენელები მსჯელობდნენ და დისკუსიები იმართებოდა. ძალიან რომ შევამოკლო ახლა, იმიტომ რომ დროის ფორმატი ჩვენ ამ ესე საუბრების დროს გვაქვს შეზღუდული. აგორა მამარდაშვილის აზრით ეს არის რაღაცნაირი სივრცე, შეიძლება იყოს საჯარო სივრცე, შეიძლება იყოს თუნდაც საგაზეთო სივრცე, ალბათ ფართოდაც შეიძლება გავიგოთ, სადაც ადამიანები საკუთარ შეხედულებებს გამოხატავენ. ეს შეხედულებები შეიძლება ბოლომდე არ იყოს ფორმულირებული, ანუ რაღაც ბოლომდე არ იყოს ჩამოყალიბებული, მაგრამ მე ვერთვები დისკუსიაში, დებატებში და გამაქვს აი ეს ჩემი გრძნობები. და ამიტომ აი აქ წერია გრაკლია გრძნობები, აზრის დასაწყისები, ნახევარაზრები, აზრის მესამედები, ამას ნიშნავს, რომ მე ჯერ ჩამოყალიბებული არ მაქვს ჩემი შეხედულებები, მაგრამ ვაჟღერებ, ვცვლი მათ და აი ამ ინფორმაციის გაცვლა გამოცვლაში სხვა თანამოქალაქეებთან ერთად ჩემი პოზიცია მიყალიბდება. და ამას მამარდაშვილი თვლიდა, რომ ეს უფლება კი არ არის ადამიანის, როგორც აი რაღაც უფლება გაქვს და შეიძლება გააკეთო, შეიძლება არა. მისი აზრით ეს იყო ვალდებულება. ეხლა ძალიან მოკლედ ეს რო ავიღოთ, ჩემი აზრით უნივერსიტეტი უნდა იყოს აგორა. ანუ ნამდვილი უნივერსიტეტი უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მსგავსი სახის დისკუსიებში ერთვებიან ერთმანეთთან. სადაც ისინი ცვლიან აზრებს სხვადასხვა საჯარო საკითხებთან მიმართებაში. ხო, საჯარო საკითხი არის ის პრობლემა, რომლებიც ყველას გვეხება, ხო? როგორი უნდა იყოს თავისუფლად სასკოლო განათლება, რა უნდა იყოს უნივერსიტეტის მიზანი, როგორი უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს ჩვენი შიდა პოლიტიკა, თუ კი წარმოგიდგენია დემოკრატია, როგორი დემოკრატია უნდა იყოს ეს და ასე, ხო? ამიტომაც უნივერსიტეტი ყველაზე პოლიტიკური დაწესებულებაა ჩემი აზრით და უნდა იყოს კიდეც. ამ ტენდენციის საპირისპირო არის აგორაფობია. აგორაფობია ეს ნიშნავს მცდელობებს, როდესაც ვიღაცებს ეშინიათ, რომ უნივერსიტეტში დამყარდეს ასეთი საჯარო სივრცე და იწყება უნივერსიტეტის სტერილიზაციის მცდელობები. ანუ მცდელობა იმისა, რომ უნივერსიტეტი არ იყოს ისეთი სივრცე, სადაც იქნება აგორა და სადაც განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლა მოხდება. პრინციპში ჩვენთან უნდა ითქვას, რომ ბოლო 21 საუკუნეში ყველა ხელისუფლებას ჰქონდა ეს მცდელობა, რომ განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტების საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია და კერძოები კიდე საერთოდ სტერილიზაცია მოეხდინა და ეს ტენდენციები ქართულ სივრცეში შესამჩნევია. საერთო ჯამში მე ესე ვთვლი, რომ ნებისმიერ უნივერსიტეტი არ აქვს ის მნიშვნელობა, კერძო იქნება თუ სახელმწიფო, თუ კი მასში აგორა არ არის, ის საერთოდ უნივერსიტეტი არ არის. ის შეიძლება იყოს რაღაცა ბიზნესი, რაღაც წამოწყება, რაღაცა, მაგრამ უნივერსიტეტი თავის ჭეშმარიტ დანიშნულებით ის არ არის. და იმიტომ რომ უნივერსიტეტი უფრო ფართოა, კიდევ ვიდრე ბოტანიკის ან დაუშვათ რაღაც ბოტანიკას გადაკიდებული არა, უბრალოდ რაღაც ძალიან ეს დავხოთ ამ მოლეკულების შესწავლა, ხო? საზოგადოებრივი ცხოვრებაც, განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებებში არის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საგნების გამოყოფელი ნაწილი და თუ ახლა ჩვენ ამოვიღეთ ამაზე დისკუსიები, მაშინ უნივერსიტეტს რაღაცა ცოცხალ ორგანიზმს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მოუკვეთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ უნივერსიტეტი არის ყველაზე პოლიტიკური ორგანიზაცია და პირიქით, თუ კი გვინდა რომ ნამდვილი უნივერსიტეტი გქონდეს, ყველა უნდა ეცადოს, რომ იქ შეიქმნას აგორა და მოხდეს ცოცხალი იდეების გაცვლა-გამოცვლა და დისკუსია.
ეს უნდა იყოს ზოგადად იდეალი. ამით გავიდით ბოლოში, მოცემული საუბარი შემოთავაზებულია თქვენთვის მენტორისის მიერ. მენტორისი ეს არის თქვენი მეგზური ცოდნის სამყაროში, ეს არის ონლაინ კურსები თქვენთვის. აქ შეგიძლიათ გაიცნოთ იმ ონლაინ კურსებს, რომლებსაც მენტორისი გთავაზობთ. თუ კი გადახვალთ მითითებულ ბმულებზე, რომელიც ვიდეოს ქვევით იქნება მოცემული, თქვენ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოიპოვოთ ამის შესახებ. მოკლედ ამით ჩემს საუბარს ვასრულებ. მშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.